Hi, დილამშვიდობის მეგობრებო. მოდი უცებ მოვწესრიგდეთ და გავიქცეთ სამსახურში. და მე ძალიან მოწონს თმები ასე, უცებ არაფრის მთქმელი როა და ესე უფრო მეტად მომწონს ხოლმე, ვიდრე დავარცხნი დაკუპწიავებული. ხო, ყავა არ დაგვავიწყდეს, ასევე მზის დამცავი არ დაგვავიწყდეს, თვალის მოწესრიგება არ დაგვავიწყდეს, არაფერს აღარ დავეძებ, ამ ბოლო დროს მთავარია დატენიანებული მქონდეს კანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხოლმე ეს ბოლო პერიოდში თითქმის 1 წელი უკვე აქტიურად ვარ ამ დატენიანებაზე გადასული. აქამდე რას ვეკეთებდი, არ მკითხოთ. ალბათ ზარმაცობდი, ვერ გეტყვით. ძალიან მინდა ასე არაორდინალურად გავიქცე სამსახურში, მაგრამ რა ვიცი, გული არ გაუხედქო ვინმე. ცოტა შევაშოთ კანი. ეს წეღან რო ვინიავებდი, ალბათ იცით, კობას მოტანილი. როგორც იქნა, ჯიჯი გაიხსნა კინო საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოსშივე, იმ შენობაში, როცა იხსნება შვილში. ცოტა აუცილებლად უნდა წავითით. აუცილებლად იქნება რამე საინტერესო ეს წილად მოხდება. ვიყიდე სხვა რაღაც მეჩვენებს ხაერობა საშინელი ხოდა არ მომწონს, ანუ 2 დღე ავტესტავ და არ მომწონს და ხო ხდებით უკვე რამდენ ხნის ვხარჯავ, და რამდენ დისკომფორტს ვუძლებ. არ ვიცი, ზამთარში იდეალურად ვარ, ზაფხულში ვერ მოვირგე ვერაფერი საჩემოთ და ვნახოთ ახლა ეს ყველაფერი კიდე დავტესტოთ, ვნახოთ. ხო და აუცილებლად გაგიზიარებთ, რა თქმა უნდა. როდემდე უნდა ვიყიდო. რა კაი სიგრილი აქვს. ხო, ხაერობაზე ვუთხარი და ამ გოგონა მითხარ, რომ კორვალჯი მიიღეო, არაფერი არ დინას, ხო? ესე იგზნობ თავსო, იმიტომ რომ რეალურად უხაერობა ნაწილობრივ კი არა და ძალიან დიდი პროცენტი არის ნერვოზული, ემოციური ფონი და ეხლა არ არის გამორიცხული ძალიან ბევრი ისეთი ღონისძიებები გვაქვს და შესაძლოა არის ეს რაღაცა მღელვარება და არის კიდეც, ამიტომ კორვალჯი მომცეს და უნდა მივიღო და წავიდეთ სამსახურში. ვინც ამ კორპუსებში ცხოვრობთ, ამის პირდაპირ ხო არის ბაღი. ჩემ ბაღი ხო და რანაირად ძლებთ ხო ბაღსავი დავანებოთ ტრასასთან, არის საშინელი ხმაური და კარგი გაძლება მოგცეთ ხალხო ღმერთ. ამინ. გისურვებთ გაძლებას. პლუს საშინელი მტვერი ტრასასთან ახლოს. ხაგზის პირია და თავისთავად მტვერიც არის და ყველაფერი. ესე იგი ხალხო მე რო ფულს ხარჯავ ამ უდაბანებში, დეოდორანტებში და იმაში, მე არ მგონია საქართველოში ვინმე იყოს, ვინც ამდენ ფულს ხარჯავს. ეხლაც ვიყიდე თემუროვის მაზი, რომელიც მითხეს ფეხი აწერიაო, მაგრამ როგორც მირჩია ჩემა კუკლა გოგომ, ძალიან კარგია ამ ზონებისთვისაც და მოდი დავტესტოთ. და ასევე არ ვიცოდი თუ იყო გამოსული, შეიძლება დიდი ხნის წინ გამოვიდა, ვერ გეტყვით. მე არ ვიცოდი, გამოსულია Enjoy-ის წასასმელი. ესეთი ამხელა. ხო და ანუ ორივეს დავტესტავ, რაც ვიყიდე ის არ მომწონს. ასეთი გამძაფრებული ხაერობა მქონდა ორსულობაში. ხო და რაღაცა დამენიშნა. წვეთი ეხატა, ასე რომ დავინახო, მიხვდები რა რომე. თუმცა ხა და ვიყიდო რამე, იმიტომ რომ მაქვს გამწაფრებული ჟანგბადის ნაკლებობას ვგრძნობ და სოფელში რომ ვიყავი, იქ რა თქმა უნდა არ მქონდა, იმიტომ რომ ჟანგბადი იქ ისეთია, რა ვიცი. ხო და იცის ხოლმე გოგორბა ამ პერიოდში, რაღაც არც იქით არის ამინდები, არც აქეთ უკვე დაიწყო ჩახუთულობა და მივაშველოთ თუ რამე არის საჭირო. კიდევ ერთხელ მომშვიდობით, ახლა უკვე გამოწყობილ ვიდზე. როგორ ხართ მეგობრებო?
სათვალე გამიტყდა. დამავიწყებული კობასთვის მე თქვა გაეკეთებინ. სხვა სათვალე ისეთი არ მინდოდა გამეკეთებინა, კობა თავისას არ მაკეთებინეს, იმიტომ რომ ეწელება თურმე. ხო და დავჭი ესე მოჭუტული თვალით უნდა ვიარო დღეს მთელი დღე და სავარაუდოდ კაიც რამდენად მექნება. ხო და წავიდეთ სამსახურში. სადღაც ერთ თვეზე ნაკლებ დროში უკვე მარიკოსთან მომიწევს ყოველ დღე ამ გზის გავა. ჩემი გოგო მოუწევს დიდი დოზით ფეხით სიარული, გული მიგრძნობს. აბა როგორ ახართ ხო? დიდი მადლობა ყველას იმ სასიამოვნო კომენტარებისთვის, რასაც ზოგადად ჩემთვის შემიშულისათვის იმეტებ, ძალიან მიხარია. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩემ რაღაცა წინად გრძნობებს იზიარებთ და წერით რომ პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ და ყველაფერი კარგად იქნება. ვაიმე ეს თუთებით სვია და ეს რო დამეცეს დამილაქავდება ზედა. ნახეთ რა დღეშია გზა უბრალოდ, ანუ მეზიზღება. ვერ ვიტან. გოგოებო, ნახეთ. ზოგადად ვფიქრობ ძალიან პოზიტიურად. უკვე კარგი ხანია ჩემ თავზე აი ეს რაღაცა მუშაობითი და საკუთარ თავთან დამუშავება რაღაც შეგრძნებებს და იმაზე მაქვს დაწყებული. უბრალოდ ამ შეგრძნებას, აი გული მიგრძნობს, ხო გაგიგიათ? აი ამ გული მიგრძნობს, ვერ ვიკეთებ ვერაფერს. ვერაფერს ვერ შველი. რაცამსაც ეგ მემართება, ავტომატურად ვფიქრობ კარგზე, განა არ ვფიქრობ, მაგრამ აი ეს შეგრძნება მაინც მკლავს. ანუ ამის თქმა მინდოდა ალბათ სწორად ვერ ახსენი. დარწმუნებული თქვენ გესმით ჩემი რასაც ვამბობ. განა კარგზე არ ვფიქრობ, ეგას გეფიცებთ. უბრალოდ ანუ აი არ ვიცი რა, აი მაინც მაქვს ხოლმე ეს თითქოს უნდა რაღაც სუდი რა არის გოგოებო, ეს ყველაფერი მიხდება მერე. ხო, ვიზიდავ ალბათ, არ ვიცი, მაგრამ რაც გიწერია ხა ადამიანს და ადამიანებს რაც გვიწერია, ხა რა ვიცი რა გვწდება გეხვეწებით. მაგრამ რეალურად ანუ აი ეს შეგრძნებები ძალიან დამღლელია რა. დავიწყოთ დღე პოზიტივით, რა გვინააღოლება. ეს მეცვია. მოიცა ჩრდილში გაჩვენოთ. გაჩვენოთ. ჩანს თუ არა, არ ვიცი, ოღონდ ლურჯი ტუში მისვია. არ ვიცი. აბოლოდრო ძალიან არ გამეტიჩრებული. აი მე გიждები ამ კონციალაზე. ეს დედი კომაჩუკა ძალიან მიყვარს, მეორეზე ის გავიკეთე წერტილი შავი. რამდენი შემეკითხება ახლა დღეს აკეთებ და კარგი არა. ნაიდეთ. წავიდეთ. მივახლობით მეტრო. მიყვარს მეტრო. დღეს შეგკრიბეთ იმისათვის, რომ ვისაუბროთ წყალში გადაყრილ ფულზე. ხო. ცოტა ისე ვარ თითქოს უდენობამ შემოგვიტია, მაგრამ მარიკოს ძინავს და მე ვაპატიეთ, უბრალოდ ვერ ავანთებ ახლა დღეს, იმიტომ რომ გაეღვიძება. ეს არის არასრული შემადგენლობა, რეალურად უფრო მეტი მაქვს და ეხლა თქვენ აგიხსნით, მე ამ თვენახევარში რამდენი მაქვს დახანჯული და რაც იქით მიდევს და მეზარება ავდგე, ეგეც მივათვალოთ ბარემ. დავიწყოთ, ჯერ როგორ ახართ ხალხო? ხო, კარგად. დავიყალე ძალიან ცხელა. აი მომაკვდავი მოვათრიე ფეხების სახლში. ხო, 6 დაიწყო და ყავა ერთხელ მაქვს მარტო დალეული. ეს 8 იტვირთება ალბათ 7 იქნება და გვიანიც უფრო, მაგრამ გაგვიმარჯოს ყველას ერთად. ცოტა შეგელდეს, ვერაფრით ვერ დავლევ. მანამდე დავიწყოთ განხილვა იმ პროდუქტების, რა პროდუქტებიც მე მაქვს, თუმცა არც ერთი ჩემთვის არ არის სასარგებლო. დავიწყო. პირველი პროდუქტი, ვისაც გაქვთ ჩემნაირი პრობლემა დასხედით.
და მომისმენ. პროდუქტი, რომელიც გახლავთ პერსპირექსი, რომელიც არის საკმაოდ ძვირად ღირებული, ვინც ამას იყენებთ 100% დამეთანხმებით, რომ თვითონ აქციის პერიოდშიც კი ძალიან ძვირი ღირს, არათუ უაქციზოთ აქციების გარეშე. ეს კონკრეტული ფერი ვიყიდე იმის გამო, რომ სხვა ფერი, რომელსაც მე ვიყენებდი რამდენიმე თვე, თითქოს ძალა დაკარგა და ვიფიქრე, რომ ეს რაღაცა უფრო ისეთი ძლიერი თითქოს მომცემდა შედეგს. თუმცა არის აბსოლუტურად სავსე, თითქმის სავსე. მაგრამ სამწუხაროდ არ გამომადგა. ეს კონკრეტული პროდუქტი ზამთარში არის იდეალური. ეს ფერი, სხვა ფერი არ აქვს მნიშვნელობა, ზოგადად აი ეს პროდუქტი არის ძალიან კარგი. როდესაც ცივა. დათვა თუ არა, აი რომ დაცხა უფრო სწორად, იმ დღიდან ვეღარ ვიყენებ გოგოებო. იმ დღიდან უკვე უსიამოვნო შეგრძნებები მაქვს. ახაც ძაღესუნს ტოვებს თვითონ აი ეს პროდუქტი სიცხეში, როცა ვისვა, მაშინაც კი, ანუ რაღაცა ძალიან არ მომეწონა, რის გამოც გადავედი ძალიან ნაქებ, ნადიდებ, ასევე ინფლუენსერების გაპიარებულ და არა მხოლოდ ზოგადად ეს პროდუქტი არის ძალიან ისეთი ქება დიდება რომ უნდა შეასხა ეგეთი პროდუქტი, თუმცა როგორც გითხარით, 3 გამოყენების შემდეგ ეს პროდუქტი გადავდე და გახლავთ აბსოლუტურად სავსე და ეს გახლავთ ოდაბანი, რომელიც ჩემთვის აღმოჩნდა წყალი. სავსეა, რა თქმა უნდა, ხა 3 შესხურება, ანუ ხა განარამდენად დაცლილი იყო. ეს არის პროდუქტი, რომელიც ფასდაკლებით შევიძინე 41 ლარად, რომელიც ასევე ზოგადად ძალიან კარგი პროდუქტია, მაგრამ აღნიშნავ ისევ და ისევ, რომ ჩემთვის არ აღმოჩნდა ჩემი კანისათვის, ალბათ ჩემი ორგანიზმისათვის შესაფერისი პროდუქტი. ზუსტად მივყევი ინსტრუქციას და მრავალგზის გადავამოწმე მოკლედ დეტალები. რომ რამე არასწორად არ გამეკეთებინა, მივყევი ყველაფერს, თუმცა შედეგი 0. შედეგი ნახეთ, ეს ხო სამკურნალო ეფექტის იძლევა და არ არის რომ რაღაცა უბრალოდ. მაგრამ კურნალობის პერიოდშიც კი, აი როცა იწყებ, ხო? აღარ უნდა იყოს ასეთი ძალიან დიდი დოზით ჭარბუფლიანობა, არ უნდა იყოს სპეციფიური სუნი, ხო ხვდებით რას ვიძახი? აღარ უნდა იყოს. რამაც, ჩემთან დაკავშირებით აი გაუგანებული ვარ, რანაირად არ გამიმართლა ოდაბანში, შოკირებული ვარ. ეს ნაქები, ნალულიავები და რაღაცა მსოფლიო ბრენდი, ასე ვთქვათ, ჩემ შემთხვევაში არ აღმოჩნდა. 41 ლარი ფასდაკლებით, ისე 51 და თუ 54 აღარ მახსოვს. მეორე დღეს, ანუ როგორც იცით, ეს ძალიან სუფთა, გაპრიალებულ, გამშრალ კანზე უნდა დაიტანოთ და შემდეგ ბამბის დისკით გადაინაწილოთ. ზოგადად ასეა ხოლმე მითითებული. და მეორე დღეს ჩამოიბანოთ. ანუ შეიძლება მქონდა რომ საერთოდ არც წამისვი, არაფერი და პირიქით რაღაცა საშინელება მივისხურე, ეგეთი შეგრძნება მქონდა, ანუ გამოვიდა რომ სოტყურად შევიძინე აი ეს პროდუქტი, რომელიც ასევე ძალიან ძვირია მოგეხსენებათ, აი ეს ორი პროდუქტი, მარტო მხოლოდ ეს ორი პროდუქტი არის 80 ლარზე მეტის. აი ეს ორი პროდუქტი. მე თქვენ ახლა თქვენ ნახევარშიც შევიძინე. შემდეგი, რომელიც ძალიან მიქეს და მაგრამ არ გადავირიე. რამაც მაიძულა სხვა მეყიდე კიდე. ამდენი რამე სადმე წავიღო, მართლა არ ვიცი. ეს გახლავთ დერმეტიკი წესით. ძალიან ისეთი პროდუქტია, რომ ჩემ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ცუდი.
და უნდა გამომდგომოდა და ზუსტად ჩემი პრობლემის მქონე ადამიანმა მირჩია ძალიან ცუდი არ არის, კარგი არ არის. ჩემი კანისთვის ხალხო ვიძახი, ზოგადად არ ვიძახი მე პროდუქტის განხილვას. ჩემ კანს რა არ მოუხდა იმას ვამბობ. სამწუხაროდ ძალიან დიდი იმედებით ამის მერე ეს შევიძინე, თუმცა სულტყუილად ამ შემთხვევაში გამიმართლა 10 ლარი გადავიხადე, 10 ლარამდე ბოდიში, 10 და რაღაც ღერდა და დააკლდა და 9 და რაღაც გადავიხადე 10 ლარამდე. გამოყენე ერთხელ და დიდი ალბათობით აღარ ვაპირებ გამოყენებას. ეს სამი პროდუქტი 80 ლარზე მეტი, ანუ უკვე ავწდით 100 ლარზე მეტი დაიხარჯა სამ პროდუქტში, რომელიც თვენახევარით ალბათ შეიძლება არც არის გასული, რაც შევიძინე. ჩემ შემთხვევაში გადაყრილი თანხა, იმიტომ რომ ამას არც ერთი არ გამოიყენებს ჩემი ოჯახსწორი, იმიტომ რომ სამკურნალო ეფექტები აქვს და ანუ გამოდის რომ თანხა არის გადაყრილი წყალში. დღეს ვიყავი აფთიაქში, სხვათაშორის გითხარით კიდე სკორვალ ჯირო მირჩიეს, ხო და ვიყიდე რაღაცები. ჩემო ოქროს გოგომ ერთ-ერთი პროდუქტის შესახებ მითხრა, რომელიც გონზიარა როგორი გამოიქნება ჩემს კანს, მაგრამ ზოგადად ძალიან კარგი. ანუ უკვე იმდენი მაქვს სახში ამის გარდა კიდე რომ აი რო უყურებ გუცუდა თუ არ. ეს ჩვენი კორვალ ჯი, რომელიც ძალიან საჭირო ამბავია. მოკლედ, ასევე ეხლა არ ვიცი ზუსტად რომელი უნდა დავტესტო სიმართლე გითხრათ. ორივეს დღეს ხო ვერ დავტესტავ ალბათ, მაგრამ შეიძლება კი დაიტესტოს პრინციპში დღესვე. ეს გახლავთ თეიმუროვის კრემი, ანტიპერსპირანტი. ისეთი დაღლივარი ენაა მომაცალეთ თუ ვიგრძნო. ეს გახლავთ თეიმუროვი, რომელშიც გადავიხადე. 4 და 22 თეთრი. 4 და 22-ია გადახდილი მეგობრებო. არ ვიცი, არასოდეს არ გამომიყენებია, ზოგადად მითხრეს, რომ უფრო ფეხის არის მითითებული თვითონ აფთიაქში, თუმცა ალბათ სხვა ზონებზეც შეიძლება, არ იციან მოკლედ. მე ვიცი, აქვს და არ იცოდა, უბრალოდ იცოდა, რომ ფეხზე მემედედა. ვაიმე. იქცევა ეგრევე თუ რა? მე რა არის გაფიცე? ანუ ვერ მივხვდი, რაღაცა ის არის, დაიცე. ანუ ის არ აქვს პირდაპირ, გასაგებია, ნახეთ, თანდალებს. როგორც კრემი ისეთია, თუმცა დიდი ალბათობით ეს ძალიან მუგზედებს, გაუბედურებს, მაგრამ არაფერს არ დავეძებ, აუცილებლად უნდა დავტესტოთ, ხო. თეიმუროვის შემთხვევაში მითხრეს, რომ ძალიან მცირე რაოდენობით უნდა გამოვიყენოთ. აუცილებლად უნდა დავტესტო, ყოველ მეზგარში წყალი ამს არ გაუვა. ამ ზონაზე თუ არ გავამადგა, ფეხზე მაინც გამოვიყენებ. გადავთოთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მირჩიეთ, არც ვიცოდი სიმართლე რომ გითხრათ. შემდეგი პროდუქტი, რომელშიც გადავიხადე 5 და საწერია რაც. ხო, 5 და 62 თეთრი. ეს გახლავთ Enjoy, რომელიც ამ შემთხვევაში კონკრეტულად გამოიყენება აი ამ ზონებისათვის და არა მხოლოდ. ანუ ნახეთ, მითითებულია როგორც ფეხი, აგერ კი ხედავთ, ასევე მითითებულია იღლიის ზონა. არ ვიცი როგორია, გავხსნათ მანამდე დავლიოთ თან. ზედ რა თქმა უნდა აწერა დეოდორანტის კრემი. სპობს ოფლის სულს იღლიიდან და ფეხიდან. აწერია, მაგრამ რამდენად სპობს ეგ უკვე ნამდვილად არ ვიცი.
ხო და ვფიქრობ, რომ პირველი ეს ხარ დატესტო. ნახოთ. ოი, ესეთშია, ამეც და სხვანაირი მაშინ მეკონა, არც გამიხსნია გოგოებო. ესეთია. ხაცა, ვიცა? თითქოს ის აქვს რაღაცნაირი მოდი ვნახოთ ერთი რა არის. ამას დღეს ვერ გამოვიყენებ გოგო. თუმცა ნახეთ, სახლში რო ვარ, ეს კიდე სხვა ამბავია და აი გარეთ რო ვარ და უფრო ცხელა და ბევრ ენერგიას რო ხარჯავ, რაღაცა კიდე სხვა ამბავია. ვნახოთ. ნახეთ, როგორ ის არის, იცით? რაიმე მიშველეთ. აი მეორე enjoy-ც ხომ აქვს მე ფეხის, იმას ცოტა სხვა სუნი აქვს. ამას კიდე რაღაცა ნაცნობი სუნი აქვს, ოღონდ ვერაფრით ვერ მივხვდი რა, მოკლედ. კრემისებრია ესეც, რა თქმა უნდა, როგორც ხედავთ. ხო და ვნახოთ როგორი იქნება. წუთით მინდა რომ ხელზე დავტესტოთ. იცი რანაირია ეს უფიქრე. შეიძლება სუნზე არ გავგიჟდი. არაფერი არ მეტყობა როგორც ხედავთ. ხო, არ ვიცი, ვერაფერზე ვერ ვილაპარაკებ, რომ არ ვიცი, იმდენად ბევრი პროდუქტი მილაგია აქ, რომ შემიძლია დისერტაციაც დავიცვა ამ პროდუქტებს, ხო ხედავთ? ჯერ მარტო 300 და 100 ლარზე, დანარჩენზე აღარ ვლაპარაკობ, იქ რაც მილაგია და კიდე აგური პროდუქტი. გიჟდები ფულის ხარჯვაზე. ასე. ეხლა ვნახოთ რა უწერია თუ საჭიროებს რამე წინასწარ რაღაცებს ვნახოთ. ფეხის სოკოს პროფილაქტიკისათვის, თავიდან დავიწყო. ბოლოდან რომ დავიწყე კითხვა. მოკლედ, სპობს ოფლის სუნს იღლიიდან, ფეხიდან, საზარდულიდან. ალერგიულობის ოფლი, ანუ ალერგიული ფონიდან თუ გამოგდით ოფლი, ამასაც სპობსო. არ იწვევს ოფლის სადინარების დახშობას, რის შედეგადაც არ ხდება ლიმფური კვანძების ოფლის ჯირკვლების გადაგვარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სხვათა შორის უნდა გამოყოფდეს რეალურად რა. ანუ არ არის საშიშრო. გამოიყენება კოღოს ნაკბენების მოვლისას. მრავალფეროვანია. ფეხის სოკო, ვთქვით უკვე, ეპილაციის და დეპილაციის შემდეგ კანის მოვლისთვის ამშვიდებს და იცავს კანს. მაგისთვის კარგი ყოფილა. გაპარსვის შემდეგ ისეთ ადგილებში, სადაც ფიქსირდება კანის გაღიზიანება და გამონაყარი. ჩამოთვლილეს ხოლმე. ძალიან ბევრი რამისთვის ყოფილა კარგი, სადავართ. როდესაც გაღიზიანებულია ყალბობის ან დიარეის შემდეგ ანალური არხის გამოსასვლელი საპნით დაბანის და გამშრალების შემდეგ თხლად შეიზილეთ გაღიზიანებულ ადგილას. ანუ ბუასილი და კიდევ მილიონი რაღაც რაც შეიძლება ხდება და არ იწვა და მთელი ამბები საპნით უნდა გაისუფთავთ, კარგად დაიბანოთო და მერე წაისოთო, ანუ რაღაცა ძალიან კარგი პროდუქტი მაქვს საშიფრთადილი ვებკული. ბავშვებში საფენებისაგან და კუჭში მოქმედებისაგან გაღიზიანებული, ანუ ხო, ბავშვებისთვისაც შეგვიძლია, აი როგორც უზნაძე არის ძალიან კარგი, ასევე სადაახლოებით ეს არის დიდი ალბათობით შეგიძლიათ ბავშვებსაც გამოიყენოთ. დახეთქილი ქუსლების მოვლის დროსაც შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ. სხეულის ის ადგილები, სადაც კრემია შეზელილი, დაცულია მზისგან 100%-ით. ეფექტურია ახალგაზრდებში ზოგიერთი სახეობის სახის გამონაყარზეცო. საზარდულის ადგილებში ოფლისაგან გაღიზიანებულ კანზე და გამონაყარზეო გამოყენების წესი. ხა მნიშვნელოვანი წავიდეთ.
კავშირი ვარ მითი, ახლა ხო აღარც ეგ გავიხედო. ცოტა ეს ხო დავიჭირო. გამოყენების წესი. ყველაზე ჩამოთვლილი შემთხვევაში კრემი მოიხმარება სუფთა და მშრალ კანზე. რაც არის აუცილებელი. მცირე რაოდენობით, რის შემდეგაც ხდება მისი ნაზად შეზელვა. კრემის სრულ გაქრობამდე შეზელილი ადგილები უნდა გამოიყურებოდეს მშრალად. ნახეთ, უიდე დამხლა როგორ გაშრა. ამაზე რო გადავის, ხო შეება რომ აი სრიალა-პრიალა დარჩენილიყო, ანუ აბსოლუტურად მშრალია. ამიკვირდა. არ შეიცავს ალუმინის ქლორჰიდრატს, ალუმინის არმინდა ეს ალუმინები მაკითხებინე კიდე. ესე იგი სპირტი მას ისედაც არ ხვდებით ხშირად კოსმეტოლოგიურ პროდუქციებშიო. ეს ნივთიერება ბევრი კარგი თვისებებით გამოირჩევა, მაგრამ ზოგიერთი ტიპის კანისთვის ის შეიძლება გამაღიზიანებელი და ალერგიული გამომწვევი იყოს. ანუ ჩამონათვალია სპირტი თუ რევი არამეში, რას იწვევს, ვთქვათ, ალუმინის რაღაცა, რას იწვევს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. გამოყენების წესი მომეწონა რომ გადავიკითხე და არ გადავაგდე, მე ხო გადაგდებისკენ ვარ მიდრეკილები ესეთი რაღაცებისკენ და წავიკითხე, ძალიან მომეწონა. ანუ ის მომეწონა რომ ბოლო გავიგე ზუსტი გამოყენების წესი ამ პროდუქტთან დაკავშირებით რა. ტელევიზორი ავტომატურად თავისით გაითიშა და ვერ გავიგე რატო. არც მაცივარი მუშაობს და ხო და ასე რომ აი რა ვიცი, დენი არის, აბა რატო გაითიშა თავისით. ვერ არის ტელევიზორი კარგი. ახლა თქვენ მითხარით. ამის შენახვას არ აქვს აზრი, რადგან მხოლოდ 6 თვე აქვს მოხმარების ვადა. გახსნით. რაც სანამ ზამთარი მოვა, მოგიხსენებათ გავა. რაც ნიშნავს იმას, რომ სულ ტყუილად გავამდიდრეთ ჩვენი საყვარელი აპსი. ეს ასე. უდაბანი, რომელიც ასევე სულ ტყუილად იყიდე მეცინება. მაგრამ გადავწყვიტე გოგოებო, როგორც იცით, უდაბანი ასევე გამოიყენება სახეზე ოფლიანობისათვის და ეს თავისუფლად შემეძლო რომ გამიყიდა, მაგრამ აღარ ყიდი და არც არავის არ ვფიქრი. რადგან აი ამ ზონებისთვის არის კარგი და სადაც ოფლიანობა გაქვს სახეზე, გადავწყვიტე რომ იქ მაინც გამოვიყენო, ნუ აქ თუ არა, აქ მაინც გამოვიყენო და გული არ გამისკდეს ტყუილად რომ ვიყიდე. ცოტა უსიამოვნო შეგრძნება მაქვს ხოლმე იქიდან გამომდინარე რომ რაღაცა თითქოს ცოტა სპირტის რაღაცას გრძნობ და რაც უსიამოვნოა. მაგრამ ნელ-ნელა ვატყობ რომ ამასაც ეჩვევა რა ორგანიზმი. ამ კონკრეტულთან დაკავშირებით ლაპარაკი ზედმეტი ამას არასდროს გამოვიყენებ და მით უფრო რომ ამით მერე დავეყრდნო და მეორე დღეს სადმე წავიდე ისე რომ არ წავიღო სხვა საშუალება გამორიცხულია. ეს თავს მომჯრის. რაც შეეხება ამას აბსოლუტურად სავსე ერთხელ გამოყენებულია და რავი იყოს. ვნახოთ. გაჭირვებაში გამომადგება. აი რავი რა ვთქვა აბა. ხო, პირველი ვტესტავთ ამას, მოკლედ, დღეს. თეიმუროვი დღეს რაღაცა ხასიათზე არა ვარ და არ ვტესტავთ. ერთი ამისის მინდა წავიკითხო. არ წერია? ნატო არ წერია. ესე იგი შემადგენლობა რაღაცა მჟავაო, ნატრიუმიო, ესაო, ისაო. ეგენი კი გავიგე, მაგრამ მე მაინტერესებს ტემპერატურის პირობებში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას უნდა შეინახოთო. წარმოებელი ნეოფარმი საქართველო თბილისი აღმაშენებლის ხეივანთან მზადდება თურმე და ნუიტყვი. გამოყენების წესი როგორ არის? ეგრე უნდა შევიძღლიზოთ? აი ხარ რომ სანამ არ შეიზელდა გაშრება იქამდე იზელდა, ამაზე არა. ახობით ერთ და იგივე არა.
მოკლედ ესეთი აბები გოგოებო, როგორც ხედავთ, სასოწარკვეთილი ვარ, კი არა, უკვე გადაკვეთილი ვარ. ისევ მაქვს ნერვი, ყველაფერი მიკანკალებს ნერვებისაგან. აგერ ბატონო. გიჟი ქალაქს მიდიოდო, ჩემს ზედ მეთქვამი. მაგრამ მე ვარ ადამიანი, ვინც ოფიციალურად ვერ იტანს ადამიანი, რომ გაივლის და სუნს გააყოლებს. ანუ ჩემთვის ეს არის რაღაც აღსასრული. ამიტომაც ხედავთ აქ ამდენ რამეს. ხო და ნახოთ. რა შედეგს მომცემს ახლა ეს სხვა დანარჩენი. შეიძლება ძვირიანმა პროდუქტმა კი არა სულაც ძალიან მარტივმა იმან გიშველოს. სხვათა შორის მითხრეს ამასთან დაკავშირებით, რომ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა ამ ბოლო დროს ჩვენც აღარ მოგწონსო, ესე გითხრათ ბევრმა. ხო და არ ვიცი. გააფუჭეს ნეტა ეგეც. მაგრამ რა ვიცი, ხა ზამთარში ისე მაგრად ვიყენებდი სიმართლე გითხრათ, ამჯერ არ ესე მალე გააფუჭეს თუ რაღაც არ ვიცი. უბრალოდ ალბათ ზამთრისათვის აღმოჩნდა სლაბი? რა ისა ბოდიში ზაფხულისათვის. არ ვიცი, მოკლედ ძალიან მინდა რომ ავერსის გოგოებს ჩემგან გადაუხადო, აი უზარმაზარი მადლობა. ხალხო, აი სიტყვები არ მყოფნის, როგორ გადაგიხადოთ დიდი მადლობა თქვენ ნაძალადევის ფილიალის გოგოებს მეტროდან ხელმარჯვნივ ჩაყოლებაზე ცოტნე დადიანზე რომ არის კორპუსის ქვემოთ ავერსი, ყველას უღრმეს მადლობას გიხდით. აი არ ვიცი რატომ არსებობს ისევ დუდონა და არასოდეს არ გადაგვარდება, აი ზუსტად ამიტომ. დოდონა გამაცნო უამრავი ადამიანი და დოდონა ძალიან ბევრი ადამიანს აბედნიერებს. დოდონა ძალიან ბევრი ადამიანის ღიმილის მიზეზია. დოდონას ტერმინოლოგიებს იყენებს ძალიან ბევრი ადამიანი, ვერც კი წარმოგიდგენიათ, ალბათ მეც ვერ წარმომიდგენია იმდენად ბევრი ადამიანი. ხო და ნუ იტყვით და თურმე უმრავლესობა ავერსის იმ ფილიალის გოგონები მიყურებენ, ხო და უღრმესი მადლობა თქვენ ყველას. ჩემი აი ესეთი ისე შევედი რაღაც მოჟღორკული სახით. კიდე რომ უნდა მიყიდე ნერვებზე ვიჯექი ძალიან და მათმა კომპლიმენტებმა და რაღაცა სითბომ ხასიათზე მომიყვანა და ადამიანს მეტი რა უნდა აი მითხარით. გარდა იმისა, რომ სიყვარული ატრიალებს დედამიწას და ხო, ეგრე. ერთი თბილი გამოხედვა, ერთი თბილი ჩახუტება, ერთი თბილი მიყვარხარ, ერთი თბილი მომწონხარ, ერთი თბილი როგორ ხარ, ერთი თბილი წყვენილი ხომ ხარ, რატო ხარ წყვენილი? აი ელემენტარული სიტყვები, რასაც ვითომ ელემენტარულს ვეძახით ამ დროს ძალიან დიდ და მთელ დღეს განწყობას გიცვლის ადამიანი, ძალიან მნიშვნელოვანია თუ ადამიანს როგორ ხარ. ნახე ადამიანებს რო ესარებათ ხოლმე გამარჯვების თქმა, მე მიყვარს ხოლმე. რატო გესარება? აი რო გაივლი და მიესალმები ადამიანს, მათი გამარჯობა. აი რატო გესარებოდეს? მით უფრო კაც უცხოები ხო ლაპარაკობ ნაცნობი ადამიანები რო ხდებათ გზაში და გამარჯვების თქმა რო გესარებათ ხალხო, აი წარმოუდგენელია. არის ძალიან ბევრი ჩემი Facebook მეგობარი, ნუ ძალიან ბევრი თუ არა არიან, მოკლედ, ვინც კომენტარებში, ნუ აი არ ვიცი, თაფლი და თაფლის სკა. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ხანდახან შეიძლება გამარჯობა არ მითხრან, ოღონდ ვერ ვიგებ რა არის ეს, რას ნიშნავს და ერთხელ ალბათ ვკითხავ კიდეც, რომ უკაცრავად ის გოგო მე ვარ და ხო კარგად ხართ. ალბათ ერთი დღე ვკითხავ ვინმეს. თუ არ დამეზარა. ეგ უფრო ისეთ დროს შემიძლია კითხვა ადამიანს უცხასაზე თუ არ ბარემ შევეკითხო. ხო და არ ვიცი რატო ვერ ვიგებ. ანუ Facebook-ზე თუ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანად მიგაჩნიო, როგორ შეიძლება რომ რეალურ ცხოვრებაში ადამიანს გამარჯობა, აი ვითომ ვერ დაინახო, კაი კაცო. არ მგონია რომ მე ისეთი გამხდარი ვიყო, რომ ადამიანმა ვერ დამინახოს. ნახე, მე მაგათ მქონია შემთხვევა, რომ ადამიანი წინ მიდგას და ვერ ვხედავ.
ვერ ხედავ. ანუ იმიტომ აბსოლუტურად სხვაგან არის ჩემი გონება, საერთოდ სხვა რაღაცაზე ვფიქრობ და არც ერთი წამით არ ვარ კონცენტრირებული იმაზე, ვით დგას წინ. რაც რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ უყურადღებობა მაქვს იმ მომენტში, გაციშული მაქვს გონება და ადამიანს შეიძლება მარტივად ვაწყენინო, მაგრამ ერთხელ გავიგე, ორჯერაც გავიგე, 7-ჯერ, 8-ჯერ, 20-ჯერ ვერ გავიგე. ამაში მეკუპება საქმე. ხო და ხო, კალათა რო არის კიდე, ხო კალათა ქვია. მარკეტი რო დიდი. მე რა ქვია მიშველეთ. კალათა თუ არ ვწდები. ეგეც ავერსის გვერდზე, ანუ ნაძალადევში. ცოტა დადიან მეტროს მარჯვნივ რა. ხო და რა შევედი, გამარჯობა და უკვე მივხვდი, რომ დოდონაზე იყო ლაპარაკი და ხალხ ყველას ძალიან დიდი მადლობა. აი მახსოვს ადრე ერთი ადამიანი გამიბრაზდა, რომ დამინახეთო და ანუ რეაქცია არ გქონდათ. თუმცა ეს ადამიანი იყო ჩემი მაყურებელი, ახლა აღარ მიყურებს, ნუ აღარ გიყურებ მოკლედ იმ ინციდენტის მერე, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება მიყურებს, შეიძლება არ, მაგრამ ნუ აღარ აქვს ამის მნიშვნელობა. ძალიან ვიუხერხულე, ძალიან შემრცხვა, თუმცა ვერ ვიცანი. აი, ნახეთ, იმდენად დიდი რაოდენობის აუდიტორია მყავს, უკვე ყველა პლატფორმა რო შევუკრებოთ ერთად, რომ უბრალოდ შეუძლებელია მე ამდენი ადამიანი დავიმახსოვრო. მით უმეტეს მე. ადამიანი, რომელსაც მეხსიერება მაქვს აი მინუსებში. ვინც ძალიან ხშირად აკომენტარებს, ანუ აი ერთი და იგივე ადამიანები, წლები. ისინი კიდე შეიძლება დავიმახსოვრო, მაგრამ აი ადამიანები, ვინც ხანდახან ეს ვერ დავიმახსოვრო. თან ახლა ესე ყოველთა სურათს არ ვადიდებ, რომ დავიმახსოვრო, ზოგ სურათი არ ცუდებს კაცს და ასე რომ ბევრი რაღაცები არის, რის გამოც თუმცა ეს მას არ ნიშნავს, რომ თუ გამიღიმებ, მე არ გაგიღიმებ. მე მივხვდები, რომ შენ ჩემი მაყურებელი ხარ. მაპატიეთ, ყველას ვერ დაგიმახსოვრებ. ძალიან ბევრი ვართ, ღმერთმა გვამრავლოს, ასე რომ ესეთი ამბებია. მოკლედ. მარიკოს ვყიდე კიდევ რაღაცეები. ვაგზალზე ვიყავით მე და მარიკო. ვყიდე თავის სადაბადების დღო ფეხსაცმელი, წინდები, ხვალ შეჯიბრი აქვს ჩემს გოგოს. ვუყიდე ელასტიკი, უფრო ბრიჯი. და კიდე ნუ მოკლედ რაღაცეები. ხო და მაგას გაჩვენებთ ხვალ. ზედაც შევ თქვენ წარმოიდგინეთ. თავის დაბადების დღეზე რას უნდა ჩაიცოს ფეხსაცმელი ზედაც შევ და ისე წევს. არ დგება, ანუ მაგის გარეშე აღარც უთქავს. ფეხსაცმლის გარეშე. ტორტებს ვარჩევდი. ხო და გადავწყვეტე ჩემო ბიძაშვილმა მითხრა, აი რა სწავლობ გიხოთე პრინტით გააკეთებინე პირდაპირ და გადავწყვეტე პრინტით გავაკეთებინო. და სადაც ანუ მივწერე 50 ლარი მინიმუმ ღირს, რატო ახლა მაგას ნაკლები ერთ გვერდს მივწერე 100 მითხრეს, ერთს მივწერე 50 მითხრეს, იგივე, ანუ იდენტური. ხო და მოკლედ ნახოთ რა სავარჩევ, როგორ ავარჩევ. ანუ რეალურად რაღა დარჩა. მაგრამ 1-2 დღე მაგისთვის მართლა, ანუ ნუ დღეს მით უფრო არ მაქვს არაფრის თავი, რომ ეხავდი და ტორტები ვარ. ნუ ტორტი არჩეული მაქვს, უბრალოდ უნდა გადავწყვიტო, ვისთან გავაკეთებ შეკვეთას. ასე რომ 5 დღით ადრე აუცილებლად უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ყოველთვის პრობლემაა ხოლმე შე როგორც გინდა ისეთის ყიდვა მერე, იმიტომ რომ ნუ წინასწარ უნდა გაკეთდეს და რა თქმა უნდა მესმის. ასევე შუშხუნა მინდა ვუყიდო, სანთლები მინდა ვუყიდო, ხო და ჩემი გოგო 4 წლის ხდება ხალხობანი. თუ მჯეროდეს, რომ ყავს შვილი, რომელიც არის 4 წლის ხდება. დღეს რომ გამოვიდოდით კარებში, ის შეგვხვდა დირექტორი. ხო და მივესალმეთ, როგორ ბრძანდებით, ნუ კარგად მოკლედ ყველაფერი
დაცავისობით. მარიამის სახში ხატავს ხოლმე ხშირად და კი მეთქი უყვარს ეს გაფერადება ხატვა და რაღაცები ძალიან უყვარს მეთქი და პიკასოს ვეძახიო, ანუ რა თქვა ეს გოგოს, იმიტომ რომ სულ ხატვა უნდაო, სულ გაფერადება უნდაო და სასწაულ ფერებს აჯენსო და ძალიან კარგად ხატავსო და ხო მეთქი ჩემი დედმამა, ჩემი მშობლები მეთქი ხატვის მხრივ ძალიან კარგად გრძნობენ თავს მეთქი ორივე ხატავს თქო და აიო გენეტიკაო ხო და მე მეთქი ფერების კუთხით ვერ ვარჩევ ფერებს თქო და თვალები გაოცებული მიყურებ და ხო მეთქი ფერებს ვერ ვარჩევ მარიამი სასწაულად არჩევს ფერებსა და ხო მეთქი ამ შემთხვევაში მე ნამდვილად არ მგავს მეთქი ხო და ისეთი დაღლილი ვიყავი და ვარ ალბათ მეტყობა კიდეც მაგრამ იმ ადამიანის ფრაზებმა რაც ჩემს გოგოზე მითხრა იგული გამითბო და ავტომატურად მომიყვანა კარგ ხასიათზე ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისაც ჩემი მარიკო გიყვართ. Voilà.